Baxidze Xalibashvilis კადრებს თავიდან იშორებს. Ფორმულას ინფორმაციით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და უახლოეს დღეებში გავიგებთ რაჟდენ კუპრაშვილის გათავისუფლების შესახებ. Ჩვენი ინფორმაციით ამის შესახებ თავად უკვე აცნობა თათბირზე თანამშრომლებს. კუპრაშვილმა გუშინ მედიას უთხრა, რომ ის არავის მოუხსნია. ერთ-ერთი ვერსიით კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს საერთოდ აუქმებს. ნატალი ჯახუტაშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში. ნატალი გისმენთ. მოვიდა თუ არა დღეს სამსახურში რაჟდენ კუპრაშვილი უცნობია ფორმულა მასთან კავშირზე ვერ გადის ჩვენ ახლა ვიმყოფებით სწორედ ანტიკორუფციულ ბიუროსთან ქონდა მცდელობა რომ კითხვები დაგვესვა ამ სამსახურის თანამშრომლებისთვის თუმცა მათ კომენტარის გაკეთება ტელევიზიებთან არ სურთ სავარაუდოდ ასეთი დავალება აქვთ მიღებული ხელმძღვანელობისგან რომ ჩვენს კითხვებს პასუხი არ გასცენ არადა ისევ პასუხგაუცემელი რჩება რას უპირებენ ირაკლი ღარიბაშვილის კადრად მიჩნეულ რაჟდენ კუპრაშვილს აღიძრება თუ არა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ან გულგრილობისთვის. ხომ გითხრათ რომ აღარ იქნება ის მალე სამსახურის უფროსი შეგიძლიათ გითხრათ? ანუ აკრძალული გაქვთ საუბარი მედიასთან? მოსულია სამსახურში დღეს. გუშინ ვიცით რომ იყო თათბირზე შეხვედრას ესწრებოდა. დაგემშვიდობათ გუშინ რაჟდენ კუპრაშვილი. შეგიძლიათ ვიპასუხოთ? აგიკრძალეს მედიასთან კომუნიკაცია? ანუ უბრალოდ ეს გითხარით არის თუ არა დღეს რაჟდენ კუპრაშვილი? და ისე სამსახურთან დაკავშირებით ამბობენ რომ საერთოდ მთავრობა აპირებს გაუქმებას ანტიკორუფციული ბიუროსი. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? რაჟდენ კუპრაშვილი დაგემშვიდობათ გუშინ შეგიძლიათ მითხრათ? აღარ იქნება ის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი? მორჩით, არ გიპირებენ გათავისუფლებას. აი ჩვენთან ერთად არის ახლა რაჟდენ კუპრაშვილი და გთხოვთ არ გავიქცეთ და უბრალოდ მიპასუხეთ კითხვაზე. კარგით, მითხარით თქვენ თანამდებობაზე რჩებით პირველ რიგში. ჩვენ წყარო მოგვაწოდა ინფორმაცია რომ გუშინ თათბირი შედგა სამსახურში სადაც დაემშვიდობეთ თანამშრომლებს. რაღაცებს მოკლედ ეს ახლა არაკომპეტენტურობა შეგითვალოთ ვიპასუხოთ. დადასტურებით შეგიძლიათ გითხრათ რომ თქვენ დარჩებით ამ თანამდებობაზე და იქნებით ისევ ანტიკორუფციული ბიუროს ერთი გითხარით დაკეთეთ ხო? დავშვიდით ხალხო ერთი წამით. ხო და ამიტომ გთხოვთ რომ არ გაიქცეთ, გაჩერდით, გვიპასუხეთ ყველა კითხვები. მადლობა თქვენი ემოციისთვის, ინტერესისთვის, როგორც ხედავთ სამსახურში მოვედი, ვაგრძელებ სამსახურს, სანამ ეს უწყება იარსებებს, მე ვიქნები მისი ხელმძღვანელი. თქვენ კომუნიკაცია ირაკლი კობახიძესთან არ ქონიათ, იმიტომ რომ რაჟდენ. აი როგორც ხედავთ, ისევ გაიქცა რაჟდენ კუპრაშვილი გუშინდელის მსგავსად ის გუშინაც ამტკიცებდა ჩვენთან რომ ის არავის მოუხსნია, თუმცა აი ახლაც ვერ მოასწარი მისთვის რომ დამესვა ეს კითხვა, რას ფიქრობს დაიწყება თუ არა გამოძიება მის წინააღმდეგ. თავად პოლიტიკოსები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და იურისტები თანხმდებიან იმაზე, რომ რაჟდენ კუპრაშვილს ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ექს-მაღალჩინოსნები მაგალითად ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისინი იპარავდნენ ფულს, რომ არასწორად ავსებდნენ დეკლარაციებს, თუმცა განზრახ მათი განცხადებით რაჟდენ კუპრაშვილმა არ მიიღო სათანადო ზომები და ისინი აცხადებენ, რომ ცხადია მის წინააღმდეგ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. თურმე კორუფცია ყავდა და მაღალი თანამდებობის პირები კორუფციაში იყვნენ ჩაფლულები, ფულს ათეთრებდნენ ძალიან დიდ თანხებს. არ ვიცი თურმე ეს ბიურო ამ ბიუროს და მის ხელმძღვანელს არ ვიცი ალბათ ამ დროს ეძინათ თუ რას აკეთებდნენ არ ვიცი ფაქტია თავის საქმეს ვერ აკეთებდნენ და თურმე მეტიც პრობლემას ვერ ხედავდნენ იმაში რაც ამ ადამიანების დეკლარაციებში ხდებოდა არ მგონია ეს თვითონ არ ვიცი კობახიძის გუნდის მხრიდან კუპრაშვილის საქმიანობა დადებითად იყოს შეფასებული ესე რბილად რომ ვთქვათ მაგრამ ის რომ ეს ადამიანი არის თუნდაც იგივე ღარიბაშვილის პერიოდში დანიშნული და რაღაცა ერთგვარად მოიაზრება მის გაგრძელებად არ ვიცი მე არ მგონია რომ ეს მაინც და მაინც კობახიძეს ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს მოწონდეს ხა ძალიან კომიკურ პერსონაჟად გამოიყურება კაცი რომელიც ანტიკორუფციული აბარია და თან ვამბობთ რომ 1.7 მილიონი ქვეყანაში არის მოპარული და ამ ფულს ეძებენ ხო როცა ეს ხდება მაშინ როცა თვითონ ანტიკორუფციულში მეფობს და აგერ დაზდებს ხალხს და მე მაგალითად მომთხოვავებია ჩემი საპენსიო მონაწილეობები მეტანა როგორც თანამდებობის
პირს და ამიტომ დამაჯარიმა წარმოიდგინეთ ამ დროს მილიარდზე მეტი გაიპარა ცხადია ეს ადამიანი არის კორუმპირებული თვითონ და თვითონაც მქონდა ეს ყველაფერი ეს ინფორმაციები თვეების განმავლობაში და წლების განმავლობაში ვთხოვდით ღარიბაშ თემართებაში კამი ხმა მოიღო მაგრამ ხმა არ მოუღია ცხადია როგორც მინიმუმ გასაგდები არის ეკაცი და ისედაც დასაჭერი იქნება ხამაში ჯერ მეყარებ ხარ Gраждан Купрашულთან დაკავშირებული პროცესი არის ქართული ოცნების შიგნით კლარებშორის დაპირისპირების კიდევ ერთი ვაკანტი. საერთოდ არ არის გამორიცხული რომ ეს წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, ოღონდ ამას რა თქმა უნდა არაფერი საერთო არ ექნება კორუფციასთან ბრძოლის კონტექსტთან. ეს იქნება კლანებს შორის დაპირისპირების გაგრძელება, კომახიძე ცდილობს რომ გраждан Купრას ანტიკორუფციული ბიუროს საერთოდ გააუქმოს და პირდაპირ მთავრობას დაუხმდებაროს ის კომპეტენციები, რეპრესიული ფუნქციები, რომელიც აქამდე ანტიკორუფციულ ბიუროს გააჩნდა. გраждан Купრაშვილი შესაძლოა გახდეს კიდევ ერთი მსხვერპლი ამ კლანებს შორის დაპირისპირების პროცესის, ანუ ის მსხვერპლოს თავისივე სისტემა. ეს არაფერი კორუფციასთან ბრძოლა არ არის, ეს არის ხარკის ამოღება. ხო იყო ფეოდალურ საქართველოში ხარკს რო დააკისრებდნენ ხმებს და იღებდნენ. ზუსტად ასევე ხარკს აგროვებს ბიძინა ივანიშვილი. გраждан Купრაშვილს რაც შეეხება, აქანდაზით გამოხვედა მიმდინარეობს ირაკლი ღარიბაშვილის კადრების. აი აქანდაზით რო გამოხვედავ სახს, ასე ხვეტავენ მის ხალხს. თავის დროზეც ნეპოტიზმით, ძმაკაცობით, ქეიფით, სათხგრძელოებით დასმული ხალხი ეს თანამდებობებზე, ახლა ხვეტავენ მათ. ვინმესთვის რამე შეიცვლება? არაფერი. კორუფცია გრძელდება. ერთ-ერთი ვერსიით ირაკლი ყობახიძეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ საერთოდ გააუქმოს ანტიკორუფციული ბიურო, სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ უკვე შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც აღმასრულებელი ხელისუფლება პრაქტიკულად ყველა იმ ფუნქციას გადაიბარებს, რაც აქამდე ჰქონდა ანტიკორუფციულ ბიუროს, მაგალითად მთავრობას უფლება ექნება, რომ გამოითხოვოს პირადი მონაცემები სხვადასხვა ორგანიზაციიდან, ასევე მოიპოვოს წვდომა საიდუმლო ინფორმაციებზე, სხვათა შორის დაჩქარებული წესით იღებენ ამ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი უკვე პარლამენტშია და დღეს დიდი ალბათობით სამივე მოსმენით მიიღებენ ამ დოკუმენტს.